საკრებულოს თავმჯდომარე გიგი უგულავას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. შიხიაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც საკრებულო ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისებისა და მოქმედების წესზე შეჯერდა, თბილისის მერი ამ პროცესის ჩაშლას ცდილობს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ 27 სექტემბერს თბილისის მერიისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის მიზანი საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევაა. ქალაქ თბილისის მერი ურცხვად აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში და თვითონ წარმოადგენს სათავეს ტყუილის და ცდილობს, რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების ხელით წამოიწყოს ახალი ბინძური PR კამპანია, როგორც გააკეთა მან 8 თებერვალს, სადაც ის მზად იყო სისხლის ღვრამდე მieყვანა დაპირისპირება ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მიმისათვის, რომ გიგი უგულავამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს თავის სახე და საზოგადოებამ ბოლომდე დაინახოს თავის სახე, მე მას ვიწვევ დებატებში. ნაცვლად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს უმრავლესობამ აღიარონ მათ მიერ დაშვებული წარის შეცდომა და მათ მიერ მიღებული არაკომპეტენტური გადაწყვეტილების შედეგად გამოწვეული პრობლემები, ისინი ეწევიან და იწყებენ მარტივ პოლიტიკურ ინტრიგებს, რაში აკვლევასაც თბილისის მერი არ აპირებს. ჩვენ მათ მოუწოდებთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და მიცენ თბილისის მოსახლეობას საშუალება განახორციელონ და დააფინანსონ ინფრასტრუქტურული პროექტები.